ტაკერის ფენომენი, კანდასის ტყუილები, მეგანის მშიშრობა. ეს ფენომენებია, რომელსაც ჩვენ ყველა უბრალოდ ვუყურებთ და თავს ვიქექავთ. სრულიად დაბნეულები ვართ ამის გამო. მაგრამ რა თქმა უნდა, ბენ შაპირო, რომელიც ამ ყველაფერს შიგნიდან იცნობს, რადგან თავად დიდ როლს ასრულებდა ამ მოძრაობის შექმნასა და ზოგიერთი ასეთი პერსონის ჩამოყალიბებაში, მან ახლახან გამოუშვა ძალიან ხმაურიანი ეპიზოდი პატრიკ ბეტსდევიცთან ერთად, სადაც ხსნის რა ხდება და ეს ეპიზოდი ყველა თქვენს კითხვას გასცემს პასუხს, მეგობრებო. ეს ნამდვილად კარგია. ჩემი პირველი სიგნალი სერიოზული პოლიტიკური უთანხმოების შესახებ ტაკერ კარლსონთან, რომელიც ჩემს გადაცემაში იყო, ალბათ 2018 წელს. და ის მოდის გადაცემაში. მისი ციგნი იყო ვითხოვდი ძალიან ნეგატიური იყო ინოვაციების და ზოგადად კაპიტალიზმის მიმართ. იდეა ის იყო და მგონი იმ დროისთვის ეს ეთერშიც უკვე ქონდა ნათქვამი, ან მალე ითხოვდა. იყო ის, რომ კაპიტალიზმი უბრალოდ სისტემაა, რომელიც შექმნილია მმართველი ძალების მიერ. და ჩვენ და ეკონომიკა უნდა მუშაობდეს ჩვენთვის. რაც ჩემთვის მემარცხენე რიტორიკაა. რადგან როცა ვფიქრობ, როგორ მუშაობს ეკონომიკა, არსებობს ადამიანის ბუნების ძირითადი რეალობები. ჩვენ ვართ მოპოვებაზე ორიენტირებული ხალხი. ჩვენ ვართ კრეატიული ხალხი. ჩვენ გვინდა გქონდეს საკუთრება, რომელსაც ვქმით. და ამ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით, ჩნდება საკუთრების უფლებები თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში. და როცა ამ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს არ ღვევ, საბოლოოდ იღებს სტატიზმის ერთ ფორმას. ასე რომ მოკლედ. პირველი რაც უნდა შეამჩნიოთ ამაში არის ის, რომ 2018 წელს, რაც თითქმის 10 წლის წინ იყო, უფრო ზუსტად კი 8 წლის წინ, ტაკერ კარლსონი უკვე ავრცელებდა ანტიამერიკულ იდეებს, ანტიკაპიტალისტურ იდეებს. ხო ესეა. 2018 წელი. ასე რომ, ყველა ირგვლივ იყურება და ფიქრობს, როგორ სად მოხდა ეს ყველაფერი? ეს უბრალოდ არსაიდან არ გამოჩანილა. უბრალოდ იმდენად უკიდურესი გახდა, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო. მაგრამ ვინც კი რეალურად უსმენდა, რას ამბობდნენ ეს ადამიანები, მაშინვე მიხვდა, რომ ეს მთელი ეს ვითომ კონსერვატიული პოზიცია, ესეთი ამერიკა უპირველეს ყოვლის სამოძრაობის წევრი ვარო ამბავი. და როცა ვამბობ ამერიკა უპირველეს ყოვლისა, არ გულისხმობ ამ უცნაურ დაყოფას მაგაში. უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ ნამდვილად მჯერა ამერიკული ღირებულებების. ეს ყველაფერი რეალურად არ იყო წარმოდგენილი ისეთი ადამიანების ხმებით, როგორიც ტაკერ კარლსონი იყო 2018 წელსაც კი. იმ ინტერვიუში ტაკერს სპეციალურად კითხვა ამის შესახებ, რადგან მან თავის ციგში თვითმართოდ მანქანებზე დაწერა, სადაც ძირითადად თქვა, რომ თვითმართოდი მანქანების წინააღმდეგი იყო, რადგან ეს სატვირთოს მძღოლების სამუშაოებს საართვევდა. ამიტომ ამის შესახებ კითხე და უთხარი. რას იზამდით, ხო გესმით? აქ ძალავდით თვითმართოდ მანქანებს. და მან თქვა, დიახ. და ეს ცოტა გამეკვირდა, რადგან აშკარად მე იმ აზრზე ვარ, რომ თვითმართოდი მანქანები ბოლო 50 წლის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონებაა. ანუ ისინი საოცარია. ჩემი მამა 70 წლისაა. ნამდვილად თვის წინ ის მანქანის ავარიაში მოყვა. კარგად იქნება. მაგრამ როცა ახალი მანქანის ყიდვა გადაწყვიტა, უთხარი, შენ 70 წლის ხარ. უნდა იყიდო ტესლა. რადგან თვითმართვადია და გზაზე ისეთ რაღაცებს შეამჩნევს, განსაკუთრებით ღამით, რასაც შენ ვერ დაინახავ. ეს საოცარია. და ეხლა ბევრად უფრო უსაფრთხოა. და სიმართლე ისაა, რომ თუ ყველას თვითმართოდი მანქანები გვექნებოდა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებდა საავტომობილო ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. 10,000-ობით ადამიანი აღარ დაიღუპებოდა მანქანაში. კარგი, ასე რომ როგორც არ უნდა იყოს, ეს ტაკერს უთხარი და ვკითხე, რა საფუძველზე აკრძალავდი თვითმართოდ მანქანებს? და მან მითხრა, უსაფრთხოების საფუძველზე. და მე უთხარი, ტაკერ, ისინი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ადამიანები რომ მართავენ. და მან მითხრა, შემკითხე, რა საფუძველზე აკრძალავდი მათ? არა ის რა არის სიმართლე. და ვფიქრობ, ხალხი გულწრფელად რომ თქვა, უფრო სულელია პოლიტიკაში ჩართულობისას, ვიდრე მაშინ, როცა მე ვიზრდებოდი. გულისხმობ, ეს საკმაოდ სკანდალური პასუხია. შემკითხე, რა საფუძველზე აკრძალავდი მათ, ანუ რა რამეს ვფიქრობ, მედია და ხალხი დაიჯერებს და არა იმაზე, რაც მე მართლა სიმართლედ მიმაჩნია. გულისხმობ, ეს სიტყვები ზუსტად ისე ჟღერს, როგორც კაცისგან, რომელიც გაწვრთნილია იმისთვის, რომ იფიქროს, რა სურს აუდიტორიას მოისმინოს, და არა ისეთი კაცისგან, რომელსაც რაიმე მორალური სიცხადე აქვს. და მე არ ვფიქრობ, რომ ისინი განსაკუთრებით ჭკვიანები იყვნენ, როცა მე ვიზრდებოდი. ასე რომ მგონია, ახლა საქმე მართლა ძალიან დამძიმდა. მე მესმის, მე მომწონს დებატები. მომწონს საუბრის ყურება. საუბრის ყურება, რადგან ჩემთვის ეს კარგია. იცით, ერთი რამ რაც ჩარლი, მე რამდენჯერმე ვიყავი ამ ფესზე და ორჯერაც გამოვედი სიტყვით ამ ფესზე. და ვხედავდი, რომ მას შეეძლო მოეყვანა ხალხი და ესაუბრა მათთან. ერთხელ დეივ სმითი დაუპირისპირდა, რა ქვია იმ ბიჭს, რაღაც ჰამერი. გამოიცანი რა? მე ვფიქრობდი, რომ ეს შესანიშნავი იყო. იცით, მე ვფიქრობდი, რომ შესანიშნავი იყო, რომ მას ჰქონდა გამბედაობა მოეყვანა ეს ბიჭები და გაეკეთებინა ეს. და ვიცი, ერთხელ შენაც გამოხვედი, ეს დიდი ამბავი იყო დაახლოებით 1 წლის წინ, ალბათ დეკემბერში, სადაც შენ საჯაროდ გააკრიტიკე მეგინ კელი. და სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი, როცა საჯაროდ გააკრიტიკე მეგინ კელი. და ეს გახდა დასაწყისი. და ეს ეხებოდა კენდის ოვენსის თავდასხმებს ერიკაზე და ამ ყველაფერს. ხო, ეგ იყო, მახსოვს ეგ. ეხლა რაც შეეხება გმირი და ბოროტმოქმედის თემას რო დაუბრუნდეთ და მინდა შემდეგ თემაზე გადავიდე, ვინ იტყოდით, რომ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ ვინმეს ბოროტმოქმედად დაენახეთ? მოდი სახელებს ჩამოვთვლი და მერე თქვენ მითხარით. რა თქმა უნდა. ეს იყო კენდისის წასვლა და როგორ მოხდა ეს? იყო ეს 7 ოქტომბერი, ისრაელის დაცვა. ეს თქვენ იყავით. ტაკერი. უფრო ის ფაქტორია, რომ დღეს მარჯვნივ ნამდვილი მტერი აღარ არის, რადგან ტრამპმა გაიმარჯვა. როგორ ფიქრობთ, ვის ჰქონდა ყველაზე დიდი გავლენა იმაზე, რომ თქვენ ბოროტმოქმედად იქეცით? გულისხმობ, ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, რადგან როგორც ყველამ ვიცი, ტაკერი, მეგანი, კენდასის ჯგუფმა ბენ შაპირო აქცია მთავარ ფიგურად. თითქოს ის არის
კიდევ ერთხელ, ამას მივაცერი დიდ ბზარებს, რომლებიც კონსერვატიულ მოძრაობაში გაჩნდა. მოდით ფონტესით ჩავთოთ ამაში, ნიკიც ჩავთავდი. გულისხმობ მოусმინოთ. ხო. ეს ადამიანები ჩემი კრიტიკოსები არიან. იცით, ზოგიერთი მათგანი პირადად მეჯავრება. ვფიქრობ, ან უთქვამთ, რომ პირადად ვეჯავრები. დარწმუნებული ვარ, ამას გავლენა ქონდა. დარწმუნებული ვარ, არის რაღაცები, რაც შეიძლება უკეთ მეთქვა, რადგან ეს ყველას ეხება. და რაც შეეხება ისრაელს, ვფიქრობ, ამ საკითხზე არაპროპორციულად დიდი ყურადღება გამახვილდა. რაც არ შეესაბამება იმას, რაც პირდაპირ ვთქვათ, მე თვითონაც იშვიათად საუბრობ ამაზე გადაცემაში. ერთ-ერთი დიდი ტყუილი ჩემი გადაცემის შესახებ. ენდაკაც ვფიქრობ, რომ სოციალური მედია ადამიანებს უფრო სულელებს ხის. არის ის, რომ ისინი, ვისაც არ მოუწონვარ, ისინი ამოჩნიან ჩემს გადაცემას ისე, თითქოს მხოლოდ ისრაელზე ვსაუბრობ. სინამდვილეში ჩვენ გადავამოწმეთ და გავზომეთ, რამდენად ხშირად ვსაუბრობ ისრაელზე. და პასუხი არის ძალიან, ძალიან, ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. ბევრს ვსაუბრობდი ისრაელზე უშუალოდ 7 ოქტომბრის შემდეგ. და შემდეგ იცით, იმ დროისთვის, როცა მივახციათ, ვთქვათ, 2024 წლის შუა პერიოდს, როცა ომი უკვე გარკვეული ხანი მიმდინარეობდა, ჩვენ ისევ დაუბრუნდით საუბარს ისეთ თემებზე, რომლებიც არ ეხება ისრაელს. და თუნდაც იცით, ჩემს დღევანდელ გადაცემაში ირანზე საუბარი, რომელიც ძალიან აქტუალურია სიახლეებში, შეიძლება იყოს 3 ან 4 წუთი, ხომ ასეა? როგორ ფიქრობთ, 35 რატო წუთიანი, ხდება? ან საათიანი უბრალოდ გადაცემა. იმიტომ, რომ სტრატეგიულად ხალხი გადაღლილია თუ თქვენ ხართ გადაღლილი? გულისხმობ, ვფიქრობ, ორივე მიზეზია, მაგრამ ასე რომ მგონია, რომ იქ ბევრი ცვლილება არ ყოფილა. ვცდილობ სიახლეები გავაშუქო. და ასე რომ იმ მდგომარეობაში ვართ ახლა ირანთან ირანთან დაკავშირებით. დაკავშირებით. მეც ასე არაფერი ხდება. ვფიქრობ, დიახ. თუ მემორანდუმი დაერობა, ჩვენ ამით დავიწყებ, ხომ ასეა? მაგრამ თუ ეს არ არის სასტრაფო ამბავი, მაგრამ ინტერნეტში ისე ჩანს, თითქოს მე მხოლოდ ისრაელურ საუბრობ, რაც ფაქტობრივად სიმართლეს არ შეესაბამება. გავიგო არის იმიტომ, რომ მინდა მოვისმინო შენი თეორიები, იმიტომ რომ გულწრფელად რომ თქვა. იცი, მას შემდეგ რაც ამას ვამბობ, ჩემთვის ეს გარკვეულწილად საიდუმლოა, იმიტომ რომ თუ 25 წლის განმავლობაში ერთსა და იმავეს ამბობ და მე შენზე წარმოდგენა იცვლება, მე რო ხოქმანებ თქვა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ რაღაც განსხვავებული თქვი, რადგან სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ასე რომ კითხვა ხდება, რა შეიცვალა? და ვფიქრობ, სხვათა შორის პასუხი ყველაზე მოხსენებული მიზეზია, ცხადია. გულისხმობ აი ფიქრობდი რომ როცა ჯერემი და კეილები, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებები იყვნენ, გაათავისუფლეს კენდესი, ვფიქრობდი რომ მათ საჯაროდ უნდა აეხსნათ, რატომ გაათავისუფლეს კენდესი. ვფიქრობ ეს იყო სწორი და მაშინ ამისთვის ვიბრძოდი. ვფიქრობ რომ უკან მოხედვისას დიდი შეცდომა იყო რომ საზოგადოებისთვის არ აუხსნეს, რატომ გადაწყვიტეს კენდესის გათავისუფლება. მგონია მათ ეგონათ რომ ეს თავისთავად ნათელი იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ ასეთი რამ არ არსებობს. ამიტომ ეს ბევრისთვის საიდუმლოდ დარჩა. მათ არ იცოდნენ. შეიძლება მისი შოუ არც კი ქონდათ ნანახი. ერთი რამ, რაც პოლიტიკაზე ვისწავლე, არის ის, რომ რადგან მე ამაში ყოველდღიურად ვარ ჩართული ყველა დეტალთან ერთად, ხშირად ვარაუდობ, რომ აუდიტორიაც იმავე დონეზეა ინფორმირებული, რაც არ უნდა ვიფიქრ. და მე ვფიქრობ, რომ ხალხმა იცის, როცა Tucker Carlson-ს უყურებენ, მას ბევრი რამ და თავისი ნათქვამების შინაარსი 2020 წლის შემდეგ შეცვლილი აქვს. და ხალხი ამას არ იცის, რადგან ისინი პოლიტიკას ამ დონეზე არ ეწევიან. უმეტესობა, ვინც პოლიტიკას უყურებს, არც შენს გადაცემას უყურებს და არც ჩემსას ყველა ეპიზოდს, ხომ ასეა? შეიძლება 3-დან 4 ეპიზოდში ერთხელ ჩაერთონ. ჩაერთონ 10 წუთით ეპიზოდში. ხავს ბირთვი ადამიანების, რომლებიც ძალიან ერთულები არიან, მაგრამ ეს საკმაოდ პატარა ბირთვია. დიახ, არიან ბიჭები, რომლებიც მოკლე ვიდეოებს უყურებენ და კიდევ უფრო მცირე პროცენტია, ვინც ყოველდღე მთლიანად უყურებს. ეს ორი განსხვავებული ზუსტად ესე. აუდიტორიებია. და ვისურვებდი, რომ არსებობდეს გზა ზუსტად იმის გასაგებად, ვინ არიან ისინი და შენი ერთგული აუდიტორიისთვის ფოკუს ჯგუფის ჩატარება შეიძლებოდეს. ეს ძალიან ეს ფასეული ზუსტად ასეა. იქნებოდა. იცი რა არის ყველაზე საინტერესო იმაში, რასაც ბენია ამბობს? სწორია, უმეტეს ადამიანს არ აქვს ყველა კონტექსტი და ინფორმაცია, მაგრამ თუ დააკვირდები ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ჩნდებიან და დააკვირდები ფაქტებსა და ინფორმაციას, და თუ დააკვირდები ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ფაქტებისა და ინფორმაციის манипуლირებას, კარგ ბენმა ისრაელზე გარკვეული რაოდენობისჯერ ისაუბრა და ეს საჯაროდაც გამოაცხადა. მათ ეს გაასაჯაროეს, მათ საზოგადოებას უთხრეს, რამდენჯერ უსაუბრია ამ თემაზე და შეადარეს მაგალითად, რამდენჯერ საუბრობს ტაკერი ან კენდისი ამაზე. და ეს რიცხვები იმდენად აცდენილია ერთმანეთს. და მაინც ტაკერისა და კენდისისთვის ეს ძალიან მარტივი თემაა, რომ უბრალოდ ისრალონ ესეთი განცხადებები, რადგან იციან, რომ ხალხი რეალურად არ ჩაუღრმავდება და არ გამოიკვლევს ამას. ამიტომაც ისინი ესეთ თემებს აყენებენ წინ, რომლებიც უბრალოდ ტყუილებია და მათი მიზანია მედიისა და ხალხის დაინტერესება და ჩართვა ამ საკითხში. ეს ყველაფერი იმდენად არაკეთილსინდისიერია იმ ფორმით, როგორც თავს წარმოაჩენს და ეს არის ის, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ხალხი ვერ აცნობიერებს საკუთარ აკვიატებასა და ყურადღების გამახვილებას გარკვეულ თემებზე, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. და ის ფაქტი, რომ ხალხს მაინც სჯერა, რომ ეს სიმართლეა, ძალიან უცნაურია. და კიდევ ერთხელ, ეს არის ერთ-ერთი ის რამ, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ნეგატიური იყო სოციალური მედიის მიმართულებით, რადგან აშკარად ჩანს ყველას მაჩვენებლებში, რომ მოხდა გადასვლა გრძელიდან მოკლეზე. ხო, მაყურებლის ყურადღების გადატანა 2 საათიან, 3 საათიან ან 1 საათიან შოუდან 30 წამიან. მოკლე ვიდეოზე ძალიან აშკარაა. ხო, ეს არის TikTok-იფიკაციის ტიპი და პოლიტიკის გაკეთება ძალიან რთულია 30 წამიან ფრაზაში. ანუ არის გარკვეული საკითხები, რაც შეგიძლია ასე გააკეთო, ხო? ყველაზე პოპულარული თემები მარჯვნივ სწორედ ის თემებია, რაც 30 წამში შეგიძლია თქვა, ხო? კაცი არის კაცი, ქალი არის ქალი. ხო? ეს მემარჯვენეებისთვის გამაერთიანებელი თემა, რადგან შეგიძლია მარტივად ერთ წინადადებაში ახსნა, ხო? მაგრამ როგორ აუხსნი laissez-faire ეკონომიკასა და ასე ვთქვათ, საერთო სიკეთის კონსერვატიზმს შორის განსხვავებას? ამისთვის დისერტაცია დაგჭირდება, ხო? და ამას 30 წამში ვერ გააკეთებ.
ამიტომ ყველაფერი სლოგანებად იქცევა ორივე მხარეს, ხო? ყავს ეგრეთ წოდებული საერთო სიკეთის კონსერვატორები, რომლებიც laissez-faire ადამიანებს უწოდებენ უგულო ლიბერტარიანელებს, რომლებსაც შენი სულის წარწმევა უნდათ, და მერე ყავს უგულო ლიბერტარიანელები, რომლებიც საერთო სიკეთის კონსერვატორებზე ამბობენ, რომ ისინი სინამდვილეში ფრანკოისტი ფაშისტები არიან. და ისინი კოლეგები არიან. როცა აცნობიერებ, რომ სულელური არგუმენტები ძალიან სწრაფად და მარტივად კეთდება და რომ უმეტესად ინფორმაცია, რომელსაც ადამიანები იღებენ, მოკლე ფორმატშია. გაცნობიერებ, რატო? იმიტომ რომ ამდენი ხმა იბრძვის სულელური იდეებისთვის და ისინი ვინც ცდილობენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ვერ ებრძვიან მარტივ სულელურ ბრენდინგს. რთული სიმართლით და ნიუანსებით, რადგან ზოგჯერ სიმართლე მოითხოვს სირთულეს და გარკვეულ დისკომფორტს, ასევე იდეების გასაგებად განადგურების უნარს. მაგრამ თუ მხოლოდ 30 წამი გაქვს, ბევრად უფრო ადვილია სულელური ფრაზების ჩვენება და ისეთი რაღაცების მოფიქრება, რაზეც ხალხი წამოეგება. ხალხისთვის ძალიან რთულია საკვების ყიდვა. ხო, შეხედე იმ კონსერვატორს როგორ იქცევა, მაგრამ ეს ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ბლა ბლა ბლას ისტორია. და ასევე ეკონომიკის ახსნა. როცა მიხვდები, რომ ეს კლიკბეიტის ომია. რომ ამას სინამდვილეში ინტელექტუალურ იდენტობასთან კავშირი არ აქვს. და ყველაფრის პასუხი, რაც ტაკერ და კენდაის ეხება, ინთავითვე ჩანს იმ პასუხში, რომელიც ტაკერმა ბენ შაპიროს მისცა. შემკითხე, რას ვიტყოდი მე და არა ის, რაც სიმართლეა. რას სურთ ხალხს მოისმინოს? რა შეიძლება სწრაფად და მარტივად გაყიდო და დააჯერო? ამას ყოველთვის ვამბობთ. მემარცხენე იდეების გაყიდვა ძალიან მარტივია. ყველა უნდა ვიყოს თანასწორი, ყველას უნდა გქონდეს ფული, უნდა იყოს თავისუფლება, ყველას უნდა უყვარდეს ის, ვინც უყვარს. და როცა იწყებ იმის განხილვას, რეალურად როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, გჭირდება სირთულე და ნიუანსები, რომ გაუმკლავდე ამას. ამისთვის კი საჭიროა ფიქრი და დრო. ხალხს ეს არ აინტერესებს და ასე რომ გაკვირვებული ხარ ამის მოსმენით. კლიკბაიტის ომში სულელური, სწრაფი, სენსაციური იდეები ამ ახალი მემარჯვენე მოძრაობის ამუშაობს. უკეთესად, ვიდრე ინტელექტუალური პატიოსნება და სიღრმისეული ფიქრი, რასაც შენგან მოითხოვენ, რომ იყო პოლიტიკური კომენტატორი. არა, არ ხარ გაკვირვებული. და ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაყიდონ საკუთარი სული, რომ მიიღონ ეს ნახვები და მოიპოვონ პოპულარობა და ხმაური ინტერნეტში, ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან სწრაფად გაყიდონ ცუდი იდეები და თქვან, ეს ებრაელებია, ეს ისა, ეს ესა. უბრალოდ ასე სწრაფად დაადანაშაულონ ვინმე, რეალურად დაფიქრების გარეშე, აი რას წარმოადგენს ეს ომი. ეს არის სოციალური მედიის ომი. ომი, რომელმაც დაბალი ინტელექტის აზროვნება წარმოშვა და დააჯილდოვა. უნარობა, რომ რეალურად გაანალიზონ რთული იდეები. და მას ებრძვიან ის ადამიანები, ვინც დამოუკიდებლად აზროვნებენ. როცა ასე უყურებ, ყველაფერი ძალიან ნათელი, მარტივი და გასაგები ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ყურადღებისთვის პანდა.